კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსთან დაკავშირებული კანონპროექტის გადამუშავების მომხრეა. მინისტრი ამბობს, რომ ძეგლისთვის სტატუსის მოხსნაზე საბოლოო სიტყვა შესაძლოა მართლაც მთავრობამ თქვას, თუმცა პროცედურები უფრო დახვეწილი უნდა იყოს. ოდიშარია კანონპროექტთან დაკავშირებით ხვალ არასამთავრობო სექტორსაც შეხვდება და მათ რეკომენდაციებს მოისმენს. მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით განსაკუთრებულ შემთხვევებში მთავრობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის უფლება ექნება. რომ ეს კანონი აუცილებელიც არის, ოღონდ ცოტა სხვანაირი რედაქციით. ჩვენ გვაქვს ვარიანტი ერთ-ერთი შევთავაზებთ პარლამენტს ეკონომიკის სამინისტროს და ამ რედაქციის მიხედვით ძეგლი იქნება მეტად დაცული. ჩვენ გვინდა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა უფრო დავიცვათ, თან ამავე დროს სახელმწიფო მნიშვნელობა უნდა განსაზღვროთ უფრო რა არის, რას ნიშნავს ეს სახელმწიფო მნიშვნელობის ძეგლი.